მათინა მოგესალმებით დიდი მადლობა მოგზაურობისთვის და მოდით დავიწყოთ ამ თემით და შემდეგ გავყვეთ გადავიდეთ სვადია არჩევნებზეც ელენე ხოშტარიას შიმშილობაძეს და ასე შემდეგ დღევანდელი აქციის მიმართ მოლოდინები მისი მნიშვნელობის შესახებ რომ გითხრათ ძალიან მოგესალმებით პირველ რიგში მივესალმებით თქვენს მაყურებელს და ყველა პოლიტიკურ პატიმარს. კი დღევანდელი დღე მნიშვნელოვანია კიდევ იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ დავინახოთ ერთმანეთი. ჩვენ არ გვაქვს ამ ბოლო დროს იმის ფუფუნება, რომ ყოველ დღე ერთმანეთს ხედავდეთ რუსთაველის გამზირზე. ამიტომ ასეთი მნიშვნელოვანი დღეები ძალიან მკაფიო ნიშანია ხოლმე ჩვენთვის იმის, რომ ეს პროტესტი არ არის მკვდარი და ჯერ კიდევ ვაგრძელებთ პროტესტის რეჟიმში ყოფნას და ისევ იქ ვართ რუსთაველზე და ისევ ვაგრძელებთ ამ ბრძოლას. კი ბატონო, ამ ბრძოლის შემდეგი დღეს არის ერთი აქცია, ხო? მაგრამ ბრძოლა უნდა დავინახოთ პერსპექტივაში. აი ამ ხედვის შესახებ გითხარით, თქვენი პარტიის კოალიციის პოზიცია ცნობილია, ეს არის ბოიკოტის გზა. ელენე ხოშტარიას შიმშილობს, მან თუ ხო სწორად ვამბობ, ასე თქვა, რომ თუ ბოიკოტ შემოუერთდება ყველა პარტია შეწყვეტს ეს შიმშილობას. აი ამის თაობაზე რომ გითხრათ, ეს სავარაუდოდ არ მოხდება, აგერ ყავდა გახარიას პარტიის წარმომადგენელი და ისინი არაპირებენ პოზიციის ცვლილებას. თუმცა მგონი გახარიაზე მეტად ეს ლილოს მიმართება, მოდი გულშველებთ ვიქნებ. მე ასეთი შთაბეჭდილება დამჭა აშკარად. ჯერ საბოლოოდ ნათქვამი. კი, საბოლოო გადაწყვეტილება არ არის გახარიასგან უკვე იყო. ამის სივრცე? კი, ჯერ კიდევ არის ამის სივრცე. მე წინა ცოტასთან ერთად გისმენდით და მეც ასე მგონია, რომ ზოგადად ეხლა ამაზე ლაპარაკი და დიდი ხანია უკვე ამას ვამბობ, რომ ეს თემა, ეს დისკუსია როგორღაც უნდა მორჩეს, იმიტომ რომ ამაზე ლაპარაკი იწვევს ისევ ფრაგმენტაციას საზოგადოებაში და იწვევს ისევ იმის წარმოდგენას და იმის ინტერესებს პოლიტიკური პარტიების მხრიდან, რომ თითქოს ისინი თავის გადარჩენისთვის ბრძოლობენ. დისკუსიის დემონიზება თავისთავად რამდენად სწორია დისკუსია იწვევს თუ ის როგორც წარიმართება ეს დისკუსია და რა პოზიციებიც არსებობს და ის ვინ ტოვებს სივრცეს კომპრომისისთვის ვინ არა რამდენად გაქვთ თქვენ შესაძლებლობა რომ რაღაც ერთიან სტრატეგიაზე შეთანხმდეთ ანუ ეს დისკუსიის დემონიზება რამდენად სწორია თავისთავად დისკუსია არც არასდროს ყოფილა ტელევიზიების გარეთ პოლიტიკურ პარტიებში ეს არის მთავარი პრობლემა რომ ამაზე როცა დავიწყეთ საუბარი ჯერ კიდევ იანვრიდან და მანამდეც ეს ყველაფერი უნდა მომხდარიყო პოლიტიკოსებთან ერთად პოლიტიკოსები უნდა დამჯდარიყვნენ და ამ საკითხებზე უნდა გამართულიყო დისკუსია თუმცა ეს არ მომხდარა იმიტომ რომ მაშინ მიაჩნდათ რომ ეს იყო გარკვეულ პარტიებს მიაჩნდა რომ ეს იყო ძალიან ადრე ამაზე სალაპარაკოთ ან ჯერ არ იყო ამისი დრო ამიტომ გადაიწია და სანამ არ მოვედით აგერ უკვე კარზე არ გვაქვს კოალიციამაც პირდაპირ პოზიცია თქვა კაფიო კი მე მომდევნო სივრცე ასე არ გამოვიდა მიუხედავად იმისა რომ ბევრი თვლის რომ სტრატეგია მათი მხრიდან ასე საუბარია იმიტომ რომ მათი არგუმენტები არის საერთაშორისო მონაწილეობის მხარდამჭერები კი თუმცა ზუსტად მგონი ფორმულას ეთერიდან გავიგეთ ამ ახალი კვლევის შესახებ რომელიც იყო და ეს კვლევა თუ არსებობდა და ამ კვლევას თუ რამე საფუძველი ჰქონდა არჩევნებზე არ გასვლასთან დაკავშირებით ეს ყველაფერიც უნდა მომხდარიყო დახურულ კარს მიღმა ჯერ პოლიტიკოსები უნდა დამსხლარიყვნენ და ამაზე ელაპარაკათ და მერე უნდა გამოსულიყვნენ და გამოეტანათ ეს დისკუსია საჯაროდ. ამიტომ დისკუსიაში რა თქმა უნდა პრობლემა არ არის კი არა, პირიქით გვაკლია დისკუსიები, პოლიტიკური დისკუსიები არ გვაქვს ბოლო პერიოდში ქვეყანაში. მედიაში სხვაშორის დებატების ფორმით მე მგონი არ შემდგარა ხო? კი, დიდი ხანია არაფერი. ერთი იყო პირველზე მგონი იქ სამოქალაქო საზოგადოება იჯდა და არჩევნებთან დაკავშირებით იქ განიხილავდნენ. კი, აი ლიდერების დონეზე ახლა ლიდერები უკვე ციხეში არიან, მაგრამ ნუ იყო այդ პერიოდი როცა არიყვნენ ხო, თუმცა ეს გამარჯვების გზა ზოგადად არ შეგვიცვლია აზრი, როგორც ვუყურებდით გამარჯვების გზას, იმიტომ რომ ეს არ არის რაღაც უბრალოდ ჩვენი მოგონილი გამარჯვების გზა, როგორ უნდა გავიმარჯვოთ ავტორიტარიზმის წინააღმდეგ. მთელი მსოფლიოს მასშტაბით ავტორიტარულ ქვეყნებთან ბრძოლისას იგივე გზისთვის მივმართავთ და ვიცით რა მუშაობს და რა არ მუშაობს. და მთავარი რაც მუშაობს და რაც არყევს ყველაზე ძალიან სისტემას, როგორც ამბობენ ხოლმე, არის თანამშრომლობა და ერთიანობა პოზიციებში. ამის იქეთ არ არსებობს სხვა გზა, როგორ შეიძლება ვებრძოლოთ ამ ბოროტ სისტემას, რის წინაშეც ვდგავართ. ახლა ხან სკობახიძემ უკვე
დაგვიანონსა პირდაპირ, რომ ვინც არ მისცემს უბრალოდ ლეგიტიმაციას ქართულ ოცნებას, ისინი აღმოჩნდებიან ციხეში. დაგვიანონსა რა პირდაპირ განგვიცხადა, რომ ეს არის მათი ამოცანა და მათი გზა. ამიტომ ჩვენი მხრიდან ერთიანები უნდა ვიყოთ იმ პოზიციაში, რომ ნებისმიერი სახის თანამშრომლობა მათთან ამ რყევას შეაჩერებს და თანამშრომლობა არის ტერმინი, რაზეც ისინი შემოგედავებიან, ხო, ჩვენც ესე გვიწევს არგუმენტების ეთერ და ბლოკ ტარება, იმიტომ რომ ერთად რაღაცნაირად არ ხდება ხოლმე თქვენი ერთად გასხვავებული აზრის მქონე ადამიანებს ერთად დასხდომა და თანამშრომლობად არ აღიქვამენ, ხო, ისინი ამბობენ, რომ ლელო ამბობს, რომ საბრძოლო შანსი არსებობს მაგალითად დიდ ქალაქებში და თბილისში, სადაც ყველაზე არაპოპულარული არის ქართული ოცნება და ამაზე ყველა თანხმდებით, ხო? ანუ არჩევნებში მონაწილეობა თავისთავად რატომ არის თანამშრომლობა, მათთვის არ არის ეს არგუმენტი მისაღები და ისინი გიტრიალებენ ასე, რომ რა არის შემდეგ გეგმა, ანუ რას შვებით თქვენ არჩევნების მეორე დღეს, როცა ქართული ოცნება გაიფორმებს იმ შედეგს წინააღმდეგობის გარეშე და ისინივე ამბობენ ფასის გადახდის გარეშე, რაც დასჭირდება გაყალბებას, მით უმეტეს თბილისში, სადაც ხო მართლა რაღაც ყველა თუ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, შეიძლება რაღაც ფოკუსების ჩატარება მოუწიოთ. აი, აქ რა არის თქვენი არგუმენტი, თქვენი მოქმედება და გეგმა რაში მდგომარეობს? პირველ რიგში თბილისზე როცა ვლაპარაკობთ და რომელიმე ქალაქის გამოგლეჯვაზე, ბოლო პერიოდში რა არის ქართული ოცნების როგორ მოქმედებენ ისინი, მაგასაც უნდა ვუყუროთ. და ამ ბოლო პერიოდში ვხედავთ, რომ მასიურად რეგიონებიდან გადმოწერა ხდება თბილისში ადამიანების ქართული ოცნების მხარდამჭერების. რატო სჭირდებათ მხარდამჭერების გადმოწერა აქეთ? თუ ისევ არ სურთ იგივე სცენარი რომ მოხდეს. ისინი გეტყოდნენ ახალ ოპონენტები, რომ იმიტომ რომ მაგრა დაგებენ და ეს შანსია გასაგებია თბილისში ბევრად უფრო დაბალია ქართული ოცნების ამომრჩევლის რაოდენობა ვიდრე რეგიონებში. მათ შორის თბილისში უფრო არ დასჭირდათ არჩევნების გაყალბება ვიდრე რეგიონებში. იმიტომ რომ იცოდნენ რომ თბილისში თუ არ გააყალბებდნენ საკმარისად და რეგიონებში საკმარის რესურსს დახარჯავდნენ, ეს უკვე საკმარისი იყო იმისთვის რომ არჩევნების სრული ტოტალური გაყალბება მომხდარიყო. ხაობა თვითმმართველობის არჩევნები 2008 წელს ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები, სადაც ჯერ საპრეზიდენტო არჩევნები წააგო მიხეილ სააკაშვილმა 30% შორა იყო თბილისში ლევან გაჩიშვილაძესთან. ეს 6 თვეში ჩატარდა აქედან თუ ნაკლებში კიდე საპარლამენტო არჩევნები, სადაც მოიგო ნაცნობ მოძრაობამ და აქედან წელიწად ნახევარში ჩატარდა თვითმმართველობის არჩევნები, სადაც წალეკა მთელი თბილისი მაშტელმა ხელისუფლებამ. ანუ საპარლამენტო არჩევნებს და თვითმმართველობის არჩევნები ორი სხვადასხვა ბუნების არჩევნები არის. სხვადასხვა თემატიკის არჩევნები არის. უბრალოდ რედაქციო პოლიტიკურად ეგეც არის. კი, თუმცა ჩვენ ეგ გამოცდილებაც გვაქვს 2020 წლის მერე შარლს მიშელის შეთანხმების მერე ზუსტად ეგ გამოცდილება გვაქვს, რასაც ახლა ვამბობთ ართანამშრომლობასთან დაკავშირებით. მაშინ ჩვენმა თანამშრომლობამ მესამე მხარის ჩართვის გამო რომ ვითანამშრომლეთ, ზუსტად ამიტომ მივედით იმ შედეგამდე, რა შედეგამდეც მივედით და საბოლოო ჯამში ეს გამოცდილებაც გვაძლევს იმის საფუძველს, რომ ვიფიქროთ, რომ ნებისმიერი მსგავსი თანამშრომლობა იქნება თუ ბრძოლის ველად გამოყენება საერთაშორისო მხარდაჭერის ან თუნდაც მედიაციის ან რამე მსგავსი, ეს ყველაფერი არის უბრალოდ ცარიელი დიალოგი და არაფერი სხვა. აი, ბოიკოტის იდეა ერთ-ერთი ძირითადი არგუმენტი, რაზეც ის დგას, რა არის, რომ ეს პოლიტიკური კრიზისი, რაც ახლა დგას, ძალიან დიდი თავისტკივილია ხელისუფლებისთვის და მოდი შევინარჩუნოთ ეს ისე, როგორც ეს კრიზისი არის. და არჩევნებზე გასვლის იდეა იმაზე დგას, რომ ამოწურა თავი ამ კრიზისმა ხელისუფლებას გამყარებას. ხო, ანუ კრიზისმა როგორც პრობლემამ ხელისუფლებისათვის და საჭიროა რაღაც ახალი ტიპის რუსთავის ამბობენ, რომ ვაგრძელებთ რა თქმა უნდა ართანამშრომლობას, ისინი გულისხმობენ. ხო, არჩევნებს არ განიხილავთ. და რუსთავის ბრძოლის კაპიტულაციაც ხდება ამ ხრივ, რომ თუ გავდივართ არჩევნებზე და ვამბობთ, რომ ბრძოლის გზას ვიცვლით და აი როგორია დღეს რუსთაველის ბრძოლა? ობიექტურად დავწეროთ, მე არ გეწინააღმდეგებით მაინდა-მაინც, მაგრამ აი ობიექტური სურათი როგორია დღეს პროტესტის? რაც არ უნდა ხედავდეთ, რომ გვაკლია ადამიანების რაოდენობა რუსთაველზე, ამის მიუხედავად უწყვეტი პროტესტი, როცა 212 დღე გრძელდება, ეს არის ძალიან დიდი ამბავი. ასე მგონია, რომ ზოგჯერ არც გვესმის ხოლმე, რამდენად ღირებულია ეს, რაც შევქმენით ჩვენ. ნებისმიერ საერთაშორისო შეხვედრაზე, როცა მივდივართ, პირველ იმას კითხულობენ ადამიანები, მე რამდენი დღეა პროტესტის და პროტესტი ხო არ ჩაგვდა. არის თუ არა კიდევ პროტესტი, მაგრამ ისინი ზომასაც უყურებენ ობიექტურად. ყველა შემთხვევაში, როცა საერთაშორისო
ხარდაჭერას თუ გაშუქებას გულისხმობ ბოდიში, ანუ გაშუქება მოხდა ამ პროტესტის, იყო როცა ქონდა მას უფრო მრავალრიცხოვანი გამოვლინება ან რაღაც ხასიათი, სიმწვავე, ანუ ბევრი ფაქტორზეა, მხოლოდ ადამიანების რაოდენობაზე არ არის და დღეს ხელისუფლება მე მჯერა, რომ რუსთავაზე რომ ჯერ კიდევ მიმდინარეობს აქცია და გადაკეტვა ხდება, ამას პრობლემად განიხილავს და ეს იმპულსი ბევრჯერ აჩვენა, მაგრამ ისეთი თავის ტკივილიც რომ აღარ არის დღეს პროტესტი, როგორც მათთვის იყო, ესეც არის ობიექტური მოცემულობა, რაც უნდა ვაღიაროთ და აქედან გამომდინარე მიიღონ პოლიტიკურმა პარტიებმა შემდგომში რაღაც გადაწყვეტილებების სტრატეგიასთან დაკავშირებით ერთი გზა იქნება თუ მეორე, მაგრამ არსებული კმაყოფილება მე მგონი არასწორი იქნება. რა თქმა უნდა, არსებული კმაყოფილება არ არის ჩვენი პოლიტიკური პარტიებისგან, ეს არ არის რა თქმა უნდა საკმარისი. დღევანდელი დღეც ზუსტად მაგის მაგალითია, რომ ვცდილობთ, რომ სხვადასხვა თარიღები თუ სიმბოლიზმი შევძინოთ ამ პროტესტ და წინააღმდეგობას, რომ გავაძლიეროთ. თუმცა როცა ვამბობთ იმას, რომ საერთაშორისო ფლანგი უყურებს პროტესტის რაოდენობასაც, ამასთანავე უყურებს იმას, თუ რამდენად განგრძობითია ეს პროცესი. თუ ეს პროცესი რომ ჩამკვდარი იყო თავიდანვე და არ გაგრძელებულიყო პროტესტი და არ ყოფილიყო ყოველ დღე რუსთაველი გადაკეტილი, საერთაშორისო მხარდაჭერა იმ დონის არ გვექნებოდა, რა დონისაც ახლა გვაქვს. ეს უნდა ვაღიაროთ და ეს არის სიმართლე. ჩვენი საუბრის ბოლოს ამაზეც ვისაუბროთ, რა დონის საერთაშორისო მხარდაჭერა გვაქვს. აი ამაზე ჩავშალოთ. დიახ, ახლა გუშინ ვიყავით პოლიტიკური პარტიები ალდეს პოლიტიკური ჯგუფის საბჭოზე. ალდე არის სიდიდით მესამე პოლიტიკური ჯგუფი ევროპარლამენტში და გუშინ პოლიტიკური პარტიები დროა, გირჩევენ თავისუფლება და ლელო დავესწრით საბჭოს. ჩემი პირადი შეხედულებით, იქიდან გამომდინარე, რომ რამდენიმე ქვეყნის დელეგაციასთან მოგვიწია ცალკე შეხვედრა, ხვდები იმას, რომ პოლიტიკოსების დაჭერამ ბევრად უფრო გამოაფხიზლა ევროპა და ხვდებიან იმას, რომ საჭიროა უფრო მკაცრი პოზიცია მათი მხრიდან. გუშინ მაგალითად ვნახეთ დიდი ბრიტანეთის დაანონსებული შემდგომი სანქციები და დიდი ბრიტანეთისგან ველოდებით, რომ იქნება დამატებითი სანქციები და ევროპარლამენტიც და ევროპული ქვეყნებიც უკვე ფიქრობენ იმაზე, ცალკე რადგან ორბანი და ფიცო როგორც ყოველთვის არის დამბლოკველი და ჯერჯერობით ვერ მოხერხდა ამ გზის გადაკეტვა მათთვის, რომ იყვნენ დამბლოკველი. ამის გამო ისინი ფიქრობენ, როგორ შეიძლება რომ ქვეყნებმა ცალ-ცალკე დააწესონ სანქციები ან ერთობლივად რამდენიმე ქვეყნის გაერთიანებით მოხდეს ეს. პოლიტიკური ლიდერების დაჭერამ ეს პოზიცია ძალიან გაამყარა ევროპაში, იმიტომ რომ მათ ძალიან ზოგადად ევროკავშირზე როცა ვლაპარაკობთ, ჩემთვის როგორც ლიბერტარიანელისთვის ევროკავშირი არ არის რაღაც იდეალური გაერთიანება არ არის. თუმცა ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ მათ ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვეს ადრე და ამ შეცდომების გამო ვართ მისული იქამდე, სადაც მივედით, უკრაინაც და საქართველოც. აქედან გამომდინარე, მათთვის ეს უნდა იყოს გამოფხიზლება, რომ დაიწყონ როგორც საკუთარ თავდაცვაზე ფიქრი, ასევე საკუთარ უსაფრთხოებაზე ფიქრი. ნატოს ფარგლებში 5%-მდე. კი, ესეც უკვე იყო პოზიტიური გზა იყო მათი მხრიდან. ძალიან დიდი მადლობა, თინათინ ბოლოკაძე იყო ჩვენი სტუმარი.